სამეგრელოში გავრცელებული გვარების წარმოშობის ისტორია. სად იღებს სათავეს თქვენი გვარი? ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალები რადიო ათინათის რუბრიკაში გვარის ისტორია. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8 საათსა და 5 წუთზე. დილამშვიდობისა ყურაშვილი ამ გვარის წარმოშობაზე გიამბობთ. ყურაშვილები ლეჩხუმის მკვიდრნი არიან. მათი სამკვიდრო სოფელი ჩანს ოყურეში, რომლის სახელიც ამ საგვარეულო სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული. ტოპონიმი ოყურეში, სადაც გამოიყოფა კუთვნილების მაწარმოებელი მეგრული წინსართი ო, ლეჩხუმის იმ ტოპონიმების ჯგუფში ერთიანდება, რომლებსაც მეგრულ წარმოშობისად მიიჩნევენ მკვლევარები. ამ ტოპონიმში დაცული ყურფუძე ყურაშვილების ყრუაშვილების ძველი მეგრული გვარის ყურავასეული და ყურავების შემდეგდროინდელი ყურაშვილების კუთვნილ ადგილს ნიშნავს. გვარსახელი ყურავა დღესაც ცოცხალია, თუმცა ამ გვარის მატარებელთა რიცხვი 1995 წლის მონაცემებით მთელ საქართველოში სულ 73 კაცია. ყურაშვილები კი რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი უდიდესი გვარია საქართველოში. ყურაშვილების ეპონიმი არის ყურა, რომელიც ანთროპონიმად ქცეული თიკუნია თიკუნად ამგვარი აღწერითი სახელების დარქმევა ხშირი იყო ძველ საქართველოში. ყურას ჩვეულებრივ დიდ ყურა კაცს არქმევდნენ, მაგრამ გვარსახელი ყურაშვილი, ისევე როგორც მისი მეგრული ადრეული სახე ყურავა, უფრო მეგრული ურა თიკუნიდან ჩანს მომდინარე, რადგან მეგრულ ბგერას თავკიდურ პოზიციაში ქართულში ყბგერა შეესატყვისება. თიკუნი ურა, რომელიც საფუძვლად უდევს გვარსახელ ურავას, მსგავსად ყურასი აღწერითია. ის ყმუილას ნიშნავს. ეტყობა ყურაშვილების ეპონიმი გაკვირვების მეგრულ შორისდებულს ო დაგრძელებულად, გაწელილად, ოს სახით წარმოთქვამდა, რაც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მას ზედმეტ სახელად თიკუნად ურა დარქმეოდა. მეგრულ გვარსახელ ყურავასა და გვარსახელ ყურაშვილის საერთო წარმომავლობაზე უთითებს ისიც, რომ ყურაშვილებს მეგრელები დღესაც ურას ქუას ეძახიან. რაც შეეხება მეგრულ გვარს ყურუა, მას არანაირი კავშირი არ აქვს გვარსახელთან ყურავა, ყურაშვილი, რადგან ის სრულად სხვა მნიშვნელობის მქონე სიტყვისაგან მომდინარეობს. ესაა ურუ, რაც მეგრულში ნიშნავს ყრმას და სემანტიკური გადაწევის გზით მიღებული აქვს უცოდინარის უბირის მნიშვნელობაც. 1656 წლის ერთი შეწირულობის წიგნში შეწირულებს შორის დასახელებულია შკვიბლიანი გონიერი მისი ძმა ყრუაშვილი გიორგი, რამაც ერთი შეხედვით ყრუაშვილთა სვანობა შეიძლება გვაფიქრებინოს, მაგრამ სინამდვილეში საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა ძმები მხოლოდ დედით არიან ძმები, მამით კი არა. ყურაშვილები, ყრუაშვილები აზნაურები იყვნენ, რაზედაც არაერთი დოკუმენტი მეტყველებს. ყურაშვილების ერთი ნაწილი, როგორც ირკვევა, საეკლესიო აზნაური იყო. აზნაურ ყურაშვილებს საკმაოდ ბევრი ყმა ყავდათ. ყურაშვილების გვარში ხშირი იყო შინა უთანხმოებანი, ქიშპობა, რაც მათ გაყრასაც იწვევდა. ყურაშვილები შეძლებული აზნაურები ყოფილან, მათგან ფულს სესხად თავადებიც იღებდნენ. აზნაურ ყურაშვილების შესახებ მე-18 საუკუნისა და მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის კიდევ რამოდენიმე დოკუმენტშია დაცული ცნობები. ყურაშვილებს ისეთი მნიშვნელოვანი სახელო ჰქონდათ მემკვიდრეობით, როგორიცაა მოურავის სახელო. 1810 წელს შედგენილ წყალობის წიგნში ცაგერელ ეპისკოპოს იოანე დადიანისა, ბეჟან ლორდ-კიფანიძისადმი მოწმედ არის დასახელებული მოურავი ხოსია, ყრუაშვილი, რომელიც თითქოს ცაგერის საეპისკოპოსოს მოურავი ჩანს, მაგრამ ერთ საისტორიო გადმოცემაში ის მთავრის მოურავად არის მოხსენიებული. აღსანიშნავია, რომ ეს ხოსია ერთგან ყრუაშვილად არის ჩაწერილი, მეორეგან ყურაშვილად. ყურაშვილების ხელში იყო ასევე მაგიერის, ანუ ნაცვლის სახელოც. 1836 წლის ერთ დოკუმენტში დასახელებულია ნაცვალი გოგლა ყურაშვილი. ერთ საისტორიო გადმოცემაში მოხსენიებულია უწვაშის ციხისთავი გიგო ყურაშვილი. როგორც ირკვევა, ყურაშვილები გლეხებიც იყვნენ. 1797 წელს იოანე ცაგერელმა თავის ყმებს ქაიხოსრო და სეხნია ყურაშვილებს უბოძა გლეხები, დათუნიკა კაციელა და ბერიკელა ყურაშვილები. ყურაშვილები აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ თბილისში მე-19 საუკუნის შუახანებიდან ჩანან. ყურაშვილთა რაოდენობა საქართველოში 4214 კაცს შეადგენს. ყურუათა რაოდენობა კი 581-ია.